საფრთხის მოახლოებასთან ერთად მედიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ იმ ჯანმრთელობის რისკებზე, რომლებიც სეზონურად აქტიურდება. საუბარია ენტეროვირუსებზე, ქრონიკულ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე, რომლებიც ხშირად სიცხის პირობებში მწვავდება. მარიამ გიუნაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს დღის ცხელ საათებში თავი აარიდონ ღია ცის ქვეშ ყოფნას და შეუძლოთ ყოფნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს. გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ასევე საუბრობს ქვეწარმავლების, განსაკუთრებით კი გველების მიერ დაკმენის შესაძლო შემთხვევებზე და აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის გველის შხამის საწინააღმდეგო ვაქცინის მარაგი გორის სამედიცინო დაწესებულებებში სრულად უზრუნველყოფილია. ამ პერიოდს თან ახლავს ხოლმე ენტეროვირუსების მატება. ამ შემთხვევაშიც, როდესაც დაფიქსირდება მაღალი ტემპერატურა, დიარეა, დროულად მიმართონ ოჯახის ექიმებს, განსაკუთრებით ბავშვებში არის ხოლმე ამისი მომატება და საქმის კურსში აყენონ ოჯახის ექიმები დროულად. ქრონიკული დაავადებებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ვინც არის მოავადე ზაფხულის ცხელ პერიოდში, მოუწოდებ, რომ გარეთ 12-დან 4 საათამდე თავი შეიკავონ ღია სივრცეში ყოფნისაგან, რაც შეიძლება მეტი წყალი მიიღონ და სითხე, დეჰიდრატაციის თავიდან აცილების მიზნით. ცოფის ცხოველებში ზაფხულის პერიოდში უფრო არის გააქტიურებული ცოფის შემთხვევები და ამ შემთხვევაშიც დროულად მიაკითხონ სამედიცინო დაწესებულებას თუ დაკბენა დადორბლის შემთხვევები იქნება მოქალაქეებში და კიდევ გველის ნაკბენის შემთხვევაშიც აუცილებლად ტოქსიკოლოგებს მიაკითხონ სამედიცინო დაწესებულებაში. ტოქსიკოლოგიური კაბინეტები არის გორმეთშიც და სამხედრო ჰოსპიტალშიც. გველის შხამის საწინააღმდეგო პოლივალენტური შრატი ინახება ჩვენთან. ან მუნიციპალიტეტში არის და მისი საფრთხე არ ქონის, არ არსებობს.